1921 წლის 25 თებერვალი. თოვდა და თბილის ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. ცილღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი, საშინელებას კვლავს ჭედდა გრდემლი. ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი, მშობელო დედა ისევ გაყიდეს. ისევ წამების ჯვარი დაკიდეს, არ შეგიბრალებს კვლავ არ დაგინდეს. თოვდა და თბილის ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. დაცხა კოჯორი დაბახველა, ხოლო დღა თოვლი ცვიოდანელი. ეფინებოდა გმირების გვამებს, განგმირულ მკერდებს და ლეწილ მკლავებს. უძრავიყო თებერვლის გამე, თოვდა და თბილის ებურა თალხი. დუმდა სიონი და დუმდა ხალხი, იმ გზით სად წინათ ელავდნენ ხმლები. სად სამას გმირთა დაიფშნა ძვლები, სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი. ძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი, სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი. თოვლს დაეფარგ წანისის ველი, წითელი დროშით მოღერილ ყელით. თეთრ ცხენზე მჯდა მინაბიჯითნელი, შემოდიოდა სიკვდილი ცელით. თოვდა და თბილის ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელიც 1918 წლის 26 მაისს შეიქმნა, მხოლოდ არასრული 3 წელი დასცალდა არსებობა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთი 4 მხრიდან შემოიჭრა საქართველოში: სოჭის, ჩრდილოეთ კავკასიის, აზერბაიჯანის და სომხეთის ტერიტორიებიდან. ქვეყნის ამ მდგომარეობით ისარგებლა თურქეთმაც და მეხუთე ფრონტი გაუხსნა საქართველოს. ქართველები თავგანწირვით იბრძოდნენ მტრების წინააღმდეგ, მაგრამ მოკავშირეების გარეშე დარჩენილებმა ვერ შეძლეს მტრების მოგერიება. საბჭოთა რუსეთმა ნელ-ნელა აიღო საქართველოს ქალაქები. ბოლოს კი თბილისს მოადგა, რომელსაც იუნკერები იცავდნენ. დედაქალაქის აღება ქვეყნის ანექსიას ნიშნავდა. საქართველო დაჭრილი არწივი იყო, რომელსაც ყვავყორნები დასეოდნენ და დასუსტებული უკანასკნელ ძალებს იკრებდა, რომ უბრძოლელად არ დანებებოდა. საქართველოს არმიას არც შესაბამისი შეიარაღება და არც გამოცდილება ჰქონდა. შესაბამისად წინ ვერ აღუდგნენ რუსეთის მრავალრიცხოვან ჯარს. 1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი აიღო და მის თავზე სისხლისფერი დროშა ააფრიალა. იმდროინდელი მთავრობა ემიგრაციაში წავიდა, იმ იმედით, რომ მალე ისევ შეძლებდა დაბრუნებას და საქართველოს რუსეთის კლანჭებიდან დახსნას. ბურუსით მოცულმა საქართველომ კი არ იცოდა, რას უქადდა ბედი. რეპრესიები, მასობრივი დახვრეტები, გაუსაძლის პირობებში გადასახლებები, შიმშილითა და ტანჯვით სიკვდილი, ტოტალური პროპაგანდა, ეკლეპსიების ნგრევა და რწმენის შერყევის მცდელობა, ინტელიგენციის მიმართული დევნა და განადგურება, შიშის ქვეშ მოქცეული საზოგადოება, პოიზმომთველი ცენზური, ძმათა ღალატად ქცეული იძულებითი თანამშრომლობა, განათლების სისტემის მიზანმიმართული განადგურება, კრიტიკის აბსოლუტური აკრძალვა, სასტიკი და ულმობელი სასჯელები, სასულიერო პირების დევნა, ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის მოსპობის მცდელობა. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ უკიდურესი სისასტიკისა და ტკივილის, რასაც საბჭოთა კავშირი 70 წლის განმავლობაში თავს უახლოვდა.